და მე უკვე შემიძლია წარვადგინო ჩემი სტუმარი მოგესალმებით ბატონო შალვა მადლობა დიდი რომ მონაწილეობთ გადაცემაში სამშვიდობის მოგესალმებით ჩვენს ტელემოხიბლებს მადლობა მოწვევისთვის ვაპირებდი ბუნებრივია პარლამენტით დამეწყო თქვენთან ინტერვიუ რადგან 2 დღის წინ პარლამენტი შეიკრიბა და სხვანაირად ვიწყებდი მაგრამ დღეს ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი მიხეილ ყაველაშვილი დასახელდა საპრეზიდენტო კანდიდატად ამიტომ ბუნებრივია ამ თემაზე საუბრი დავიწყებ და მოდი დავიწყოთ იმით რა ნიშნით შეირჩა მიხეილ ყაველაშვილი ანუ ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ანუ ბრიფინგი მან სხვადასხვა კრიტერიუმები ჩამოთვალა თუმცა თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე რაც გამოარჩევდით რითიც გადაწყდა რომ მიხეილ ყაველაშვილი ყოფილიყო კანდიდატი ალბათ შორტსაც არ არის პრინციპში საპარლამენტო ცხოვრებიდან როგორც იცით პირველად წელს მოხდება პრეზიდენტის არჩევა ამერიკული ტიპის არჩევნებით კერძოდ კოლეგიის მიერ რომელიც ნახევარსაც დააკომპლექტებს საქართველოს პარლამენტი 150 წევრი ასე რომ აქ პარლამენტის საქმეც მნიშვნელოვანი არის გარდა იმისა რომ რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება თუ საპატიო თავმჯდომარის ეს იყო რა თქმა უნდა ერთობლივი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე მიღებული უმრავლესობაზე მიღებული და ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს პოლიტიკურ გუნდში რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს მე მგონი ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია იმისი რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ნახეთ მათი ესე ვთქვათ პანიკური რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად ეს ადასტურებს სწორი გადაწყვეტილება იქნება გასაგებია რომ ჩვენ ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლებოდა და არც უნდა გყოლოდა და მათი რეაქცია ზუსტად დასტურია იმისი რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარდღით იმ მხრივ რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენს წინას ამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართული ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება. მიხეილ ყაველაშვილს რაც შეეხება ის თავისი განვლილი ცხოვრებით ადასტურებს, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი ამ პოზიციაზე, მისი წარმატებული სპორტული კარიერა ერთის მხრივ და მისი წარმატებული პოლიტიკური კარიერა მეორეს მხრივ, რომელიც ის ბოლო 8 წელია ის აქტიურ პოლიტიკაშია, ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრი არის და მანამდეც ის ბოლო 20 წელი არის ჯერ ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის მოწინააღმდეგე და იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ და შემდეგ უკვე როდესაც შეიცვალა ხელისუფლება ის ბოლო დღემდე დღევანდელი დღის ჩათვლით აკეთებდა ყველაფერს რომ ნაციონალურ მოძრაობა და ნაცობა როგორც იდეოლოგია აღარასდროს მობრუნებული იყო ამ ქვეყანაში რომ არ დაეტრელებინათ ის კოშმარი რომელსაც ყოველ ჯერზე ემუქრებიან ჩვენ საზოგადოებას არჩევნების თუ არჩევნების შუალედის პერიოდში. ბატონო შალვა, ეს იყო მთავარი კრიტერიუმი, იმიტომ რომ თქვენ ოპონენტებიც ახსენეთ, რომ აი რაღაც მათი რეაქციებით მივხვდით, თუმცა ოპოზიცია კონკრეტულ საკითხებსაც ასახელებს, ერთი ეს უმაღლეს განათლებაზე ითქვა და მეორე ის რომ როგორ უნდა იყოს თქვა ზეპარტიული პოლიტიკოსი, რომელიც გამოირჩეოდა მხისტი განცხადებებით, დამოკიდებულებით, თქვა ოპონენტების მიმართ და იგივე პრეზიდენტის მიმართ. დღეს აი ამ ბრიფინგზეც კი, როდესაც ის კანდიდატად წარადგინეს, მიხეილ ყაველაშვილმა გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და ზოგადად ძალიან კრიტიკულია მის მიმართაც. და ოპონენტები ამბობდნენ რომ ამ ინსტიტუტის მიმართ თუ ასეთი უპატივცემულობა, ანუ ბევრი სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინე, რას პასუხობთ აი ამ ბრალდებებს. ანუ ერთია რომ თვლით რომ თქვა ძლიერი კანდიდატია და ამის გამო ოპოზიცია, მაგრამ მეორე კონკრეტული პრეტენზიები დასახელდა მათი მხრიდან. ხო, რა განათლება აქვს ოპოზიციას, მე მგონი ჩვენ ბევრჯერ ამაში ეს ბევრჯერ დავინახეთ, თუნდაც იმას რომ შევხედოთ რომ როდესაც როცა პრეზიდენტის ინსტიტუციებს საუბრობთ ცალსახად არღოს კონსტიტუციას, მთავრობის თანხმობის გარეშე, დადის სხვადასხვა ოფიციალურ ვიზიტებში და მთავრობასთან შეუთანხმებლად აწარმოებს მოლაპარაკებებს, ეს რომ შავი თეთრად დაწერილი დარღვევა არის კონსტიტუციის, ეს თავისი ცოდნით ვერ ჩათვლენ, ან არ ჩათვლენ. ასე რომ ოპოზიციას მე მგონი არაფერი აქვს ერთად სალაპარაკო განათლებაზე, ეთქობა მათ დონე ამ განათლების. რაც შეეხება
ჩვენს არჩევანს კიდევ ერთხელ ადამიანი და მისზე პარტიულობას, ანუ ამ დაპირისპირების ფონზე. გეტყვით, რაც შეეხება კიდევ ერთხელ მიხეილ ყავალაშვილს, რაც შეეხება ის თავისი განვლილი ცხოვრების, მისი საქმიანობით, მისი გამოცდილებით, მისი პოლიტიკური კარიერით მათ შორის და გამოცდილებით 8 წელია ის არის პარლამენტის წევრი და წამყვანი წევრი პარლამენტისა და არის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მონაწილე, მათ შორის, როდესაც ხალხის ძალაზე ვსაუბრობთ და ჩვენ ვიცით მათი განსაკუთრებული როლი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადაურჩა ბევრ უბედურებას, რომელსაც თავს აწევდა ზუსტად ოპოზიცია მისი უცხოელი მფარველების მეშვეობით. ასე რომ კიდევ ერთხელ, როდესაც ოპოზიციის რეაქცია ჩვენ დავინახეთ და მათ შორის ეს მათი ასე ვთქვათ კრიტიკის თემა, რაც მათ ერთადერთი გამონახეს, ეს ადასტურებს ზუსტად რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და მე მინდა აქედანვე კიდევ ერთხელ წარმატება უსურვო მიხეილ ყავალაშვილს ამ პოზიციაზე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება გამორჩეული პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის და რაც შეეხება ზეპარტიულობას. ზეპარტიულობა იმას გულისხმობს, რომ ადამიანები რა თქმა უნდა ვაკუუმიდან არ მოდივართ, ყველა რაღაც შეიძლება პოლიტიკური ფონით ამოზდებდეს, ან პოლიტიკის ნაწილი იყოს, საქმე არის იმაში, რომ მას შემდეგ, როდესაც ადამიანი იკავებს პოზიციას, ის არ უნდა მოქმედებდეს პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით. და თუ რას ნიშნავს პოლიტიკური შეიძლება რომ ასეთი დამოუკიდებელი იყოს, თქვათ მიხეილ ყავალაშვილი, რომელიც ამდენი წელია თქვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრია. თქვენ თავად თქვით, რომ აი პოლიტიკაში ძალიან აქტიური იყო, ხო, ერთ-ერთი ლიდერი იყო. ერთ-ერთი დამოკიდებულება, რაც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, ეს არის დამოკიდებულება საკუთარი ხალხისგან. და თუ კი რას ნიშნავს პოლიტიკური მიკერძოებულობა, ეს ძალიან კარგად მაგალითის დონეზე ხედავთ ჩვენ ამას სალომე ზურაბიშვილის მაგალითზე, როდესაც ადამიანმა საარჩევნო შტაბი ჩამოაყალიბა. პირდაპირ საარჩევნო შტაბი ათონელის სასახლეში და ჩვენ თუ შევხედათ, ვინც საუბრობს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მათი ეტალონი პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა არის, გამოდის, რომ არის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც, ესე იგი, საარჩევნო კამპანიის მონაწილე იყო, საარჩევნო შტაბი ჩამოაყალიბა, კოალიციებს ადგენდა და ასე შემდეგ, ანუ პირდაპირ დღისით ვზისით პარტიულ მოღვაწეობა, პარტიულ საქმიანობას ეწეოდა. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ოპოზიციას და აი ამ რეაქციებზეც, ხომ? ამას ჩვენ მე მგონი სერიოზულად აღარც უნდა შევხედოთ. ჩვენ ვხედავთ მათ შორის აი სოციალმედიის რეაქციას თუ დავაკვირდებით, იქ სადაც ჩართული არის ოპოზიცია და მათი მოკავშირე NGO-ები, ნახავთ, ხედავთ უბრალოდ ადამიანებს აქვთ არის ამის წინ ჩემო კოლეგამ გამოიყენა ეს ტერმინი და ყველაზე კარგად და ადეკვატურად ასახავს მე მგონი მათ მდგომარეობას, ეს არის ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომელიც უბრალოდ საკუთარ ემოციურ დაზიანებას ეხა აფრქვევენ მთლიან საზოგადოებაში. და ეს არის ფაქტობრივად რაღაც ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის მომსწრენი ჩვენ ვართ და რატომღაც ეხა მათი ბოღმა და ბრაზი ფიქრობენ, რომ საზოგადოებას უნდა მოედოს. ჩვენ ხო ხედავთ საზოგადოების რეაქციას. მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებაში დარწმუნებული სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენს მიერ წარდგენილ კანდიდატს, რასაც ხედავთ, ეს არის აგონიაში ჩავარდნილი უმცირესობის ბოღმის, ასე ვთქვათ, ბუკეტი, რომელსაც არაერთხელ შევსწრებივართ და ეს ერთდღიანი მათი, ასე ვთქვათ, აგონია დასრულდება ხვალინდა სხვა თემებზე და სხვა ბოღმებზე გადაერთვებით. კარგი, თუმცა ერთიც მინდა კითხოთ მიხეილ ყავალაშვილზე და გადავალ სხვა თემებზე. პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია საგარეო ურთიერთობების წარმოება. ხო, ანუ ახალ კონსტიტუციაში ნახეს სპეციალურად რა ამ ფუნქციები რჩება. ახალ პრეზიდენტს ესეც რჩება მას. ჩვენ გვახსოვს ხალხის ძალის განცხადებები პარტნიორებთან მიმართებაში, ხო პირველები იყვნენ, სწორედ ამიტომ დასახელდა მიზეზი მათი გასვლის ქართული ოცნებიდან, რომ საჯაროდ მეტი კრიტიკის საშუალება ჰქონოდათ და მეტი ინფორმაცია, ვთქვათ, გაესაჯაროებინათ. ხო, ეს იყო მათი მთავარი განცხადება. დღეს, როდესაც პარტნიორებთან გადაწყვეტვაზეა საუბარი, პრეზიდენტი, როდესაც იქნება ადამიანი, რომელიც აი ამ დაპირისპირებაში ძალიან ღიად იყო, რამდენად თავსებადად მიგაჩნიათ ეს, ანუ ეს ხომ არ შეუშლის ამ გადაწყვეტვაში ხელს ურთიერთობების და დავასრულებ ყავალაშვილის თემას. სინამდვილეში რაიმე დიდი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობაში პრეზიდენტს არ გააჩნია და ეს იყო მათ შორის პრობლემა წინა პრეზიდენტების, რომლებსაც სურდათ, რომ თავის თავზე მოერგოთ კონსტიტუცია და ქალბატონის სალომე ამის კარგი მაგალითი არის, რომელმაც მართლაც ლუი მე-14-ის გონორით, ასე ვთქვათ, თავად გახდა სახელმწიფო და თვითონ წყვეტდა ახლა რა ურთიერთობა და რა სახის საგარეო ურთიერთობა შესულიყო თუ არ შესულიყო. ნუ უბრალოდ კომიკურ დონემდე მიიყვანა პრეზიდენტის ინსტიტუტი ქალბატონმა სალომეს. სინამდვილეში პრეზიდენტს არ აქვს ეს ფუნქციები. ამისთვის არსებობს არჩეული პარლამენტი
ამისთვის არჩევს პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, რომელიც მართავს ქვეყანას, როგორც მის საშინაო, ისე მის საგარეო პოლიტიკას. პრეზიდენტის ამოცანა არის განყენებული აი ამ ყოველდღიური შიდა თუ გარე პოლიტიკური საკითხებისა და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტ შეიძლება ჰქონდეს საგარეო პოლიტიკური წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას წერია მეორე მოცემულში საკუთარ იმაში რომ აი თავარი შეცდომა რასაც ეს ჩვენი განათლებული ოპონენტები უშავენ არის იმაში რომ სიამოვნებაში ვერ ერკვევიან რაც წერია კონსტიტუციაში ეს არის სტატუსი რომ პრეზიდენტი თავისი სტატუსით არის უმაღლესი წარმომადგენელი თავისი სტატუსით არის უმაღლესი მთავარსარდალი თუმცა მისი უფლებამოსილება არ ნიშნავს რომ ის დღეს დარეკავს და ჯარს გამოიყვანს ხაზარმებიდან ან წავადა მოლაპარაკებებს აწარმოებს საგარეო ურთიერთობებში. საქმეც იმაშია რომ სტატუს და უფლებამოსილების აღრევას ცდილობდა ყველა წინა პრეზიდენტი, ბოლო ორი პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც ეს უფლებამოსილებები ასე იქნა განსაზღვრული. კიდევ ერთხელ ქვეყნის მართვისთვის და საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის ქვეყანას ყავს არჩეული პარლამენტი და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა. პრეზიდენტი არ არის არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. პრეზიდენტს არ აქვს არანაირი უფლებამოსილება, რომ თავად ერთპიროვნულად რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით იმოქმედოს. ერთადერთი შემთხვევა რაც შეიძლება იყოს, როდესაც ერთადერთი შემთხვევა საგარეო პოლიტიკური წარმომადგენლობის რომელიც მან შეიძლება განახორციელოს, არის როდესაც მთავრობა მას მისცემს თანხმობას. და როგორც წესი, ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობა თავად გარკვეული ტაქტიკური, სტრატეგიული მოსაზრებებით ფიქრობს, რომ უმჯობესი არის გარკვეულ ფორუმებზე წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტი. დავაფიქრდეთ ხა, ხომ ამაზე ბევრი მსჯელობა არ გვინდა. ჩვენ ცუდი მაგალითი გვაქვს ქალბატონი სალომესახი და ცუდი მაგალითებით არ უნდა შევხედოთ ჩვენ სამყაროს. დავხედოთ საპარლამენტო რესპუბლიკებს. გერმანიის პრეზიდენტი სამე გინახავთ საერთაშორისო ფორუმებზე, ვინ წარმოგვიდგენია ჩვენ ქვეყნის მმართველად, ხელმძღვანელად, საგარეო წარმომადგენლად. ეს არის გერმანიის კანცლერი, გერმანიის კანცლერი თუ გერმანიის პრეზიდენტი. შორს თუ ვერ უხურებით ახლოს სამეზობლოში გავიხედოთ, სომხეთს ყავს პრეზიდენტი. აბა დავფიქრდეთ, ბევრმა ვიცით, ვინ არის სომხეთის პრეზიდენტი, ვინ წარმოგვიდგება ჩვენოდესაც ვსაუბრობთ სომხეთზე, ვინ არის მისი მმართველი, მისი საგარეო პოლიტიკის განახორციელებელი. დიახ, აი ეს არის ხომ სიამოვნებაში აი ამ გონების აღრევას, რასაც აკეთებდნენ მათ შორის NGO-ების მეშვეობით, რომელიც უცხოური დაფინანსებით ზუსტად ამას აკეთებენ იმისთვის, რომ კონსტიტუციურ წყობილებას გამოუთხარონ ძირი, შექმნან აღქმები, თითქოს პრეზიდენტს აქვს რაღაც ის უფლებამოსილება და ფუნქციები, რომელიც სიამოვნებაში არ აქვს. ამაზე მათ შორის მე 2017 წელს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვიყავი მაშინ, ისე რომ პოლიტიკაში მაშინ არ გახდით. წევრი ვიყავი და მაშინ ამაზე იყო ზუსტად საუბარი და შეთანხმება, რომ პრეზიდენტი არ უნდა ყოფილიყო რაიმე ისეთი ფუნქცია არ უნდა ჰქონოდა, რომელიც მანამდე ჰქონდა პრეზიდენტებს, როდესაც საპრეზიდენტო რესპუბლიკა ვიყავით. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და ამიტომაც არის მთავარი ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მიხეილ ყაბადაშვილი აცნობიერებს, რომ აი იმ ბევრი დაზიანებების შემდეგ, რაც ამ ინსტიტუტს მიადგა, როგორც უშუალოდ პრეზიდენტების, ისე გარე აქტორების მხრიდან, აი ეს ზიანი აღმოიფხრას და ამ ინსტიტუტმა შეიძინოს მართლაც ის დატვირთვა, რომელიც მას აქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. ეს სიმბოლიზმი არ ნიშნავს ის, რომ ამას რაღაც არანაირი ფუნქცია, სწორედ ეს სიმბოლიზმი არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გვაქვს გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებს ხორცთან ხოლმე. კარგით, ბატონო შალვა, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოპოზიცია პარლამენტის უფლებამოსილებასაც, აღარაფერს ვამბობ არჩევნების გაყალბებაზე, როდესაც საუბრობენ და არჩევნების შედეგების არაღიარებაზე და მაგალითად მოყავთ აი პარლამენტის რეგლამენტის 96 მუხლის მიხედვით, თუ დეპუტატების მანდატების საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტი ვერ ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას. აი ამ ჩანაწერის თუ ამ მუხლის გამო კონსტიტუციონალისტების ნაწილი, ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტი დღეს არის არალეგიტიმური. მოვისმინე ესეთი განცხადებებიც, რომ დავარქვათ პარლამენტის თავმჯდომარეს თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარე, თვითგამოცხადებული მთავრობა და მოკლედ ყველანაირი განცხადება მოვისმინეთ. რა არის თქვენი პასუხი? თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, ქონდა თუ არა პარლამენტს უფლება, მაშინ როცა გასაჩივრებული, ამიტომ გულისხმობ საკონსტიტუციო სასამართლოში შეკრების რა თქმა უნდა, ქონდა და ამის შედეგი არის, რომ თქვენ წინ ახლავს რომ განგვიმარტოთ, რომ ქონდა პარლამენტის თავმჯდომარე კი ბატონო. არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ქონდა, ვინაიდან დეპუტატების მანდატები არ არის გასაჩივრებული, გახლავთ ნორმა, რომლის საფუძველზე ჩატარდა
არჩევნები. ეს არის აბსოლუტურად სხვა სამართლებრივი მდგომარეობა, სხვა სამართლებრივი პრეტენზია და სარჩელი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ დათქმასთან, რომელსაც ჰქონდა. საქმეც იმაში არის, რომ რაღაც აი რთული სამართლებრივი კონსტრუქციებით რო არ ავაბნიოთ ჩვენი საზოგადოება და ასე ცდილობენ ისინი მარტივად შევხედოთ საკითხს. თუ კი მართალია ეს თეზა, რომელსაც ოპონენტები ასახელებენ, მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერი არჩევნების შემდეგ წაგებული მხარე გაასაჩივრებს ნებისმიერ ნორმას საარჩევნო კოდექსიდან საკონსტიტუციო სასამართლოში. თან ამასაც ამბობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს მიიღო წარმოებაში თუ არა, აი უბრალოდ რომ მივიტანი და წერილი ჩავაბარე საკონსტიტუციო სასამართლოში რომ ვასაჩივრებ, აი ეს არის საფუძველი, რომ თუ ნორმა გასაჩივრებულია, მაშინ მათი ლოგიკით უნდა აღარ შეიკრიბოს პარლამენტი, 30 დღე არის იმისთვის რომ განიხილოს. შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს კიდე 30 დღე, ეს უკვე 60 დღე. მანამდე 30 დღე ისედაც გაჩერებულია პარლამენტი არჩევნების ჩატარების შემდეგ. ამავე პერიოდში კანონმდებლობის მიხედვით საქართველოს პარლამენტს გარდა საომარი მდგომარეობისა, საგანგებო მდგომარეობისა და იმ მანდატის შეწყვეტის ან იმუნიტეტის მოხსნისა უბრალოდ არ აქვს უფლება შეიკრიბონ. ანუ თუ კი ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი უბრალოდ აი ესეც წარიელ. გააჩეროს პარლამენტი მხოლოდ გასაჩივრებით. მხოლოდ გასაჩივრებით. ანუ აბსოლუტურად სისულელეს არჩევნები დაწეროს, 5 წინადადება ისეთი რაღაცა ფორმა მისცეს გარკვეული, შეუძლია 3 თვით გააჩეროს პარლამენტი, თან შეგახსენებთ, არჩევნები ჩვენთან ტარდება ოქტომბრის ბოლოს, ანუ ახალი არჩეული პარლამენტის საჭიროა მათ შორის ბიუჯეტის მისაღებად, ანუ ყოველ არჩევნების დღე, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ წაგებული მხარე იტყვის, წავაგე, ეხლა გაგაჩერებთ 3 თვე, ვერც ბიუჯეტს მიიღებს, ვერც ხელფასებს გადაიხდით, ვერც ვერაფერი და ასე შემდეგ. აი, ყველაფერს თავი დაუნებთ, აი, უბრალოდ მარტივად რო ახსნა, რომ მიხვდნენ ადამიანები რამდენად აბსურდს ამტკიცებენ ისინი, ვინც ამას ამტკიცებენ და ეს ისე პოპულარულ ენაზე რო ახსნათ, ხო, სამართლებრივად რაც შეეხება, ეს იმხელა ავიც რა გითხრათ, დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელია მათი მხრიდან, ვინც იურისტი არის, ახლა გასაგები პოლიტიკოსები. კონსტიტუციონალისტების ნაწილიც ამბობს. რა უთხარი კონსტიტუციონალებს, ვინც ახლა ამას ამტკიცებენ ასე, ხო, ამით საერთო ჯამში ეს არის პრობლემა, რომ საკუთარ პროფესიას აყენებენ ამის მხრივ, ასე ვთქვათ, გარკვეულად ჭდილს და საკუთარ პროფესიონალებს აყენებენ ჭდილს და ეს არის საკუთარ. კიდევ ერთხელ ეს არის აბსოლუტური სიცრუე და კიდევ უნდა შევხედოთ სხვა მეორე თემაც იყო მათ შორის, რომ თითქოს პრეზიდენტმა თუ არ მოიწვია, ამ შემთხვევაში არ შეიძლება რომ შეიკრიბოს პარლამენტი და შეგახსენებთ ორივე საკითხი, ორივე, როგორც პრეზიდენტის მხრიდან არ მოწვევის შემთხვევაში ვერ შეკრება, ისე ეს საკითხი, ორივე საკითხი იყო დაყენებული ორი სხვადასხვა NGO-ს მიერ, რომელიც ფინანსდებიან ევროპული ფონდებიდან. და ეს ორივე საკითხი მიმართული იყო ზუსტად კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რომ არ შემდგარიყო პარლამენტი, რომ ქვეყანა შესულიყო, რა ვიცი, კრიზისში, ასე შემდეგ შექმნა ისეთი აღქმა, თითქოს რაღაც არ არის საქმე რაიმე არალეგიტიმურ ქმედებასთან. აქ რა თქმა უნდა უკვე კითხვა ისმის არა ამ NGO-ების მიმართ, საუბრობთ საერთაშორისო გამჭვირვალობაზე და ახალგაზრდა ევროსთა ასოციაციაზე. კითხვები არის და იქნება მათი დონორების მიმართ. ერთის შემთხვევაში შვედეთის სახელმწიფო ევროკავშირი, რომლებიც მათ აფინანსებდა, თქო და კითხვები მათთან გვაქვს. ესე არ არის ჩახვიდა რომელიღაც ქვეყანაში, ფულები ასე ყარო და მე პასუხისმგებლობა არ აიღო, რომ შენს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები აზიანებენ იმ ქვეყნის დემოკრატიას. თუ კი ისინი ფიქრობენ, აი ამაზე კიდე კითხვა. ევროპული და აი ამ ფულით, თუნდაც აი ამ ორგანიზაციებში ხა იხარჯება ამ საკითხზე, ამით ზიანდება ქართული დემოკრატია, რაც არის ყველაზე არადემოკრატიული და არაევროპული. და აი ვიდრე მანდატების გაუქმებაზე გადავალ თქვენ დონორებზე საუბრობდით ამ ევროპულ ფულზე, ასე ვთქვათ, ხო, თანხაზე, მაგრამ აი დღეს, როდესაც იგივე ევროკავშირი, იგივე ევროპული ორგანიზაციებიც სვამენ კითხვას არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. ანუ ესეთი ცალსახა პასუხი ჯერ არ მოგვისმენია, რომ ან ამბობენ, რომ აქვთ კითხვები. როგორ უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი დასავლელი პარტნიორებისთვის გულისხმობ ამ წუთას, თქვათ არ ტარდება საერთაშორისო გამოძიება, ტარდება შიდა გამოძიება, ფიქრობთ რომ თქვათ ამ გამოძიების შედეგი მისაღები იქნება მათთვის, ეუთოდილის დასკვნის საბოლოო შედეგი, ანუ როგორ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ თქვენი ოპონენტები მუდმივად ამბობენ, რომ აი ოფიციალურმა პირმა არავინ მოგვილოცა, არავინ აღიარა ეს არჩევნები, თუმცა არც არ აღიარა გვაქვს, ხო? რაღაცა ჰაერშია ჯერ ეს არჩევნების ლეგიტიმურობა დასავლელი პარტნიორების თვალში. აი როგორ უნდა დასრულდეს ეს ამბავი? რაც თავარია საქართველოს არის ჰაერში, ვარ ძალიან მყარად მივდივარ წინ. ეკონომიკური წინსვლა გვაქვს
ევროკავშირის ყველა წევრზე ვართ, გვაქვს უფრო დიდი დინამიკა, ყველა კანდიდატზე გვაქვს უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ყველას ვუწევთ აბსოლუტურად ევროკავშირის წევრებს და ევროკავშირის კანდიდატებსაც. ვართ ნომერი 1. და შენარჩუნდება თუ არა ეს ღირდელი კითხვა მიჩნდება, როდის რა ვიკითხო, მაგრამ ამაზეც ხომ მუდმივად საუბრობენ, რომ როდესაც აი დასავლელ პარტნიორებთან ესეთი ურთიერთობა იქ ჩერდება და ფინანსებები, რაღაც იზოლაციაში ექცევა ქვეყანა და ეკონომიკური პოლიტიკური კრიზისი გველის. ეს შანტაჟი ჩვენ გვესმის უკვე ბოლო თითქმის 3 წელია, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ამ შანტაჟის ქვეშ ვართ და ხედავთ თუ ამ შანტაჟის მიუხედავად გვაქვს ნომერი პირველი ქვეყანა ევროპაში ეკონომიკური ზრდის ტემპებით. რაც შეეხება შეფასებებს. მე ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებით კვლავ რეაქციებს, მაგრამ უკვე ნელა ხო, რა იმპულსები ეგედა, რა მკითხები თუ ისმე მარჩამი კომუნიკაცია თუ ზოგიერთი რაღაც მომენტში შეიძლება შეიქმნას ეს აღქმა რომ მოგვატყუეს ქართველი ხალხი. მათ შორის ევროპიდან მოგვატყუეს. ჩვენ გვითხრეს რომ მნიშვნელოვანია არჩევნები, აკვირდებიან არჩევნებს, ვართ კანდიდატი ქვეყანა და რა თქმა უნდა ამ ხრივ გარკვეული ანალიზი კეთდება ჩვენთან განვითარების და გვითხრეს რომ მათთვის სახელმწიფო იქნებოდა ეუთო ოდერის დასკვნა. აღმოჩნდა რომ მოგვატყუა ზოგიერთმა. ჩვენ მოვისმენთ გუშინ ევროპელების განცხადებები, ქალბატონი ლექსმანი, ევროპარლამენტის წევრი, რომელიც ამბობდა რომ ეუთო ოდირი ისინი რაღაც ავტოკრატიას უჭერენ მხარს და იქით დააყენა კიდე ეუთო ოდირის ლეგიტიმურობა ხო ეს გავიგეთ. ბატონი ბორელისგან მოვისმინეთ რომ თითქოს ეუთო ოდირს არ უთქვამს რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. რაც გახავთ ჩვეულებრივ დეზინფორმაცია და სამწუხაროა რომ ევროკომისიის წარმომადგენელი დეზინფორმაციას ავრცელებს, ვინაიდან დადასტურებულად ვიცით ახლა ყველა მილიონჯერ ახსნილი რომ ტყუილია თითქოს ეუთო ოდირს აქვს ესეთი ტერმინოლოგია თავისუფალი და სამართლიანი და ასე შემდეგ არსად არ იყენებს მაგალითად მაგრამ არც პირიქით ამ ლოგიკით და არც პირიქით უთქვამს აი ბორელის ლოგიკით არც ამერიკის არჩევნები შეაფასა თავისუფალ და სამართლიანად არც მოლდოვის არჩევნები შეაფასა თავისუფალ და სამართლიანად თუმცა არც პირიქით ასე შეაუბრობ ხო ეს ტერმინი არ ყოფილა ჩაწერილი ხო ეს აი დეზინფორმაციის თავის ტერმინების გამოგონება გამოკიდება და საბოლოო ჯამში რომ აღმოჩნდება ტყუილი. ამიტომ განკვეთულად მიჩნდება ესეთი განცდა, რომ ქართველი ხალხი მოგვატყუეს. რომ თითქოს წამყვანი თავარი საფუძველი იქნებოდა ეუთო ოდირის დასკვნა, ეუთო ოდირმა ძალიან ცალსახად თქვა, წერილობითაც და ზეპირადაც არჩევნების მეორე დღეს პრესკონფერენციაზე თქვა ძალიან ცხადად, რომ არჩევნები საქართველოში შედგა, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება. ახლა ვიყურებით ევროპელებისგან და გვაინტერესებს ისინი თავის სიტყვაზე დგანან თუ არ დგანან. რასთან გვაქვს ხა საქმე? ჩვენ მოგვატყუეს რომ ეუთო ოდირია გამსაზღვრელი და ახლა ისვედებზე, გამჭვირვალობებზე და რა ვიცი მე აირა ენდიაებზე არიან გადაკიდებული თუ რასთან გვაქვს საქმე? კიდევ ერთხელ ჩვენ ველით რომ რეალურად რასთან გვაქვს ბატონშალვა საქმე მაშინ. ჩვენ რეალურად გვაქვს. მოდი ესე ვიკითხავ, ანუ თუ თქვენ თვლით რომ ისინი რაღაც ამას გვატყუებ, რასთან გვაქვს საქმე? რატომ ვერჩიან, არ ვიცი. ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს იმაში რომ ამ არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსები და ისინი არჩევნებში დამარცხდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. და ეხლა მათ სურთ რომ ეს მარცხი რაღაცნაირად როგორც ეხლა აი რაც სჭირს ნაციონალურ მოძრაობას კოლექტივს გულისხმობ აი ამ ნაციონალურ მოძრაობა ახლები ლელო გახარია რაც სჭირს მათ და მათ მომხრეებს აი ეს ბოღმების ქვევა რომ იდის იგივე სჭირს მათ ფარველებს ევროპაში მათ შორის იმ ევროპელ პოლიტიკოსებს რომლებიც ამით ჩართული იყვნენ. აბა რა გონიათ რისთვის იყვნენ ჩამოსულეს 8 კომიტეტის თავმჯდომარე აქვს მიტინგები რომ მოგვიწყეს საერთაშორისო სამართლის დარღვევით. რისთვის იყო ჩართული ხან ბატონი როთი გვერდთვებოდა ბერლინიდან და არჩევნებში როგორ მიიღო მონაწილეობა იმას გვასწავლიდა ხან რომელიღაცა ელჩი გამოდიოდა აქ და მოგვიწოდებდა ქართველებო მიდით არჩევნებში ვინ ეკითხება ელჩს ვინსადმივა ვინ ეკითხება საქართველოს ელჩი მოუწოდებს რომელიმე ქვეყანაში იქ ეწევა საარჩევნო აგიტაციას ვინ ეკითხება უცხოელ პოლიტიკოსს აქ რა ხდება და ვინ მისცემს ხმას ჩვენ მაშინ გახსოვთ მე ბრიფინგი მქონდა ამაზეც ჩვენ მონიტორინგით ვატარებდით ამ ხრივ უცხოურ ჩარევაზე და დღეში 4-5 სხვადასხვა უცხოელი აქტორის განცხადება იყო რომელიც შემდეგ აქ მედია თემად იქცეოდა და საარჩევნო კამპანია ხო 100 წამს დღეს სად არის ბატონი გვარამია საძის გუბოზე 25-ში სად იყო 25-ში სად იყო რო იმუქრებოდა მისი სიტყვები ხო არის რომ პარლამენტის შეკრებას არც კი განვიხილავთო ამას ჩვენ არ დაუშვეთ 25 ნოემბერსო სად იყო ეს 25 ნოემბერს უცხოეთში
სად არის მისი ამომრჩეველი? იქ არის სტრასბურგში, სადაც ის იყო, თუ მისი ამომრჩეველი არის საქართველოში. აი ეს არის სამშობლოს არ განცდა რო აქვს საერთოდ და არ აქვს არანაირი ბმა სამშობლოსთან ერთის მხრივ და სულად აწყობილიან უცხო ასე რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდე იმ საკითხს მიზეზი ამაში არის უცხოელები იყვნენ ჩართული ჩვენს არჩევნებში სხვებს რო აბრალებენ ჩართვას თავად იყვნენ თავით ფეხებამდე ჩართული წააგეს ეს არჩევნები და ახლა ცდილობენ ანტიდემოკრატიული მეთოდებით ხელისუფლების შერყევას. ეს არის და ეს მეტი არაფერი. კარგით, მაშინ ბატონოს თვალი ზოგიერთ ევროპელი პოლიტიკოსი ვთქვა და მაშინ ამ ფონზე როგორ აპირებს, იმიტომ ერთ-ერთი მთავარი პირობა ქართული ოცნების იყო ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება, ანუ ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში დაიწყებდა, ხო, გადატვირთვის პოლიტიკაზე, ბევრი განცხადება გვსმენია თქვენით პრემიერ-მინისტრისას და ასე შემდეგ. როგორ ხედავთ მაშინ იყო საუბარი, რომ აი ტრამპის ადმინისტრაციასთან შესაძლოა უფრო რაღაცნაირად გადატვირთვა შესაძლებელი გახდეს ქართული ოცნების მხრიდან. ხო, რაღაც ათასნაირი ინფორმაცია გვესმის, გაიმარჯვა ტრამპაც, მე მესმის რომ ჯერ მისი ადმინისტრაცია არ შესულა ძალაში, თუმცა ხედავთ რა ტიპის ადამიანები მოდიან, ხო, ადმინისტრაციაში. გულისხმობ იგივე მაგალითად საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და მეგობარი აქტის ავტორი, თქვენ კი გეცოდინებათ, მაგრამ ნუ მაყურებლისთვის ამიტომ განმარტავ, რომელმაც 2 დღის წინ თქვა, რომ პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს დავუჭერ მხარს რაკურსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ. ასევე საუბარია სახელმწიფო მდივნის პოსტზე, ხო, რომელიც ანტიჩინური პოლიტიკის გამტარებელია. აი ასეთ ფონზე, მოკლედ როგორ ხედავთ, იმიტომ რომ თავარი კითხვა დღეს ახლა არის ეს, რომ როგორ დაალაგდება პარტნიორთან ურთიერთობები აი ამ ყველაფრის ფონზე, რაზეც თქვენ საუბრობთ და ნუ საკმაოდ გართულებულ და გამწვავებულ ფონზე. ჩვენ შევხვდით იმას, რამ გაართულა ეს ურთიერთობები. ჩვენ თუ დავფიქრდებით ამაზე, ვნახავთ, რომ თავარი ფაქტორი, რამაც ეს ურთიერთობები გაართულა, იყო ეს კონტექსტი, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით 2022 წლის თებერვალში, რასაც მოყვა ასეთი მწვავე რეაქცია. ეს ყველაფერი უკვე თამდევი არის. თავარი არის კონტექსტი, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენგან აღმოჩნდა რომ ჩვენს მიმართ იყო მოლოდინი, რომ ჩვენ წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან და ვინაიდან ყველამ გამოაცხადა ტოტალური რაღაც ბრძოლა თუ ომი რუსეთის წინააღმდეგ, რომ ჩვენ აი ამ ესკალაციის ნაწილი უნდა ყოფილიყავით და ჩვენ ეს მოლოდინი ქონდა, ჩვენ ეს მოლოდინი, ჩვენ ამ მოლოდინთან დაკავშირებით უთხარით, რომ მათი მოლოდინი და მათი ინტერესია, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მაღლა დგას ქართული ხალხის ინტერესი. კი, და ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, როდესაც ქვეყნები, რომლებიც თავად არიან ატომური ქოლგით დაფარული და ჩიტი ვერ შეფრინდება ვერც ესტონეთში, ვერც ლიეტუვაში, ვერც პოლონეთში და სხვა ქვეყნებში, ჩიტი ვერ შეფრინდება იქ, ისო თვითონ თითის გატოკებაც არ უნდათ. სხვა ქვეყნები მათზე ძლიერები ფარველობენ მათ ატომური ქოლგა გადაფარებულა. როდესაც ეს ქვეყნები ჩვენ გვეუბნებიან, რომ შევიდეთ ესკალაციაში ქვეყანასთან, რომლის საოკუპაციო ჯარები 30 კილომეტრში დგას დედაქალაქიდან და რომ ვეუბნებით, რომ გასაგებია, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩვენ დაგვიცავ და გვეუბნებიან, არა, თქვენ გარისკეთ და მე რაღაც ჩვენ შევშფოთდებით და რაიმე ლამას კლიპს მოგიძღვნით და იქიდან გულებს გამოგიგზავნით, ამას უგეუბნებიან ეს ხალხი. რა პასუხისმგებლობაზე, რა საქართველოს სიყვარული, რა ქართულ ხალხის სიყვარულზე უნდა გველაპარაკონ შემდეგ ეს პოლიტიკოსები. ამიტომ იმ მომენტში აღმოჩნდა, დღეს სად ვართ? არა, უბრალოდ იმ მომენტში აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებისთვის მათი ინტერესი იყო გადამწყვეტი და არა ქართული ხალხის ინტერესი. და ჩვენც უთხარით ზუსტად იგივე, რასაც ისინი ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ხალხის ინტერესი არის ჩვენთვის გადამწყვეტი და არა მათი ინტერესი. წერტილი ასე არის. ესე ამიტომ ჩვენ სახელმწიფო ეს იყო მანამდე უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე კი ბატონო. აი დღეს რა ხდება თქვენ ახალ არჩევნების ხელისუფლება? ამან განაპირობა ის, რომ შემდეგ იყო ინტერესი, რომ ყოფილიყო ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება, რომელიც უსიტყვოდ ბრმად ცალფეხზე მდგომი შეასრულებდა შემდეგ ამ მითითებებს და შევიდოდა ესკალაციაში რუსეთთან. აი ხლა არ მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია, სადაც მოგვიწოდა სანქციების დაწესებისკენ. აი ჩვენაც არის დიდი განხილვა, ხო, ორი დრაფტი არის უკვე ცნობილი შინაარსი. ხო, ნუ ახლა რეზოლუციები, სადაც ევროპარლამენტმა რაც დამართვა თავის თავს, ნუ ეხა მაგაში თავად არიან დამნაშავეები, რომ არასერიოზულად იქცა უკვე მათი რეზოლუციები ყველასთვის
და არ ეხება ეს მხოლოდ საქართველოს ერთის მხრიდან თავარია საკუთარი თავის დისკრედიტაციას აკეთებენ მხოლოდ ასეთი სახის რეზოლუციებით. ამიტომაც კიდევ ერთხელ ეს კონტექსტია და რისი თქმა მინდოდა როგორ შეიძლება ეს კონტექსტი და როგორ შესაძლოა ამერიკაში მიმდინარე არჩევნებს სხვაგან პოლიტიკურ ცვლილებებზე თავარი ჩვენი მოლოდინი და იმედი არის ეს რომ ეს ცვლილებები შეცვლის კონტექსტს და თუკი აღარ იქნება თუკი ეს ომი წავა მშვიდობისკენ მაშინ ინტერესი რომ საქართველოს ესკალაციისკენ უბიძგონ რუსეთთან ეს ინტერესი დაიკლებს და შესაბამისად რაიმე ომის დასრულებაზეა დამოკიდებული პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვა ამას გულისხმობთ თავის კიდევ ერთხელ თავად ამ ომმა შექმნა კონტექსტი რომლის გამოც ჩვენგან უცებ გაჩნდა ჩვენს მოლოდინი რომ ჩვენ უნდა თავკუდიანად შევარდნილიყავით რაღაც კონფლიქტში, ისე რომ არავინ ჩვენ არც დაცვას დაგვპირდა, არც დახმარებას არც არ დაგვპირდნენ და უბრალოდ თავი უნდა შეგვეწირა, რატომღაც, იმიტომ რომ ამ მომენტში ესე მოესურვათ, მანამდე Nord Stream-ებს აშენებდნენ, მანამდე ვაჭრობა ჰქონდათ, ყველაფერი ჰქონდათ, ჩვენ როცა ოკუპირებული ვიყავით მაშინაც და უცებ რაღაც მომენტში გადაწყვიტეს, რომ აი ახლა არის ეს მომენტი, როდესაც აბა ყველა უნდა ახლა შეეჯახოს, ასე ვთქვათ, ამ კედელს, ასე ვთქვათ, ისე რომ თან არც დაცვა არავინ არ შემოგთავაზოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენი იმედი არის იმაზე, რომ პროქართული ძალები უნდა იყოს. არსად პროქართული არც ერთ ქვეყანაში პროქართული ძალა არ იქნება ხელისუფლებაში. ყველა ქვეყანაში იქნება პრო იმ ქვეყნის ძალა, პროამერიკული, პროგერმანული, პროფრანგული და პროლიეტუველი. არც ერთი პროქართული აგებ ჩვენ საქმე იმაში პრობლემა იმაშია დაალაგებს ამ პროამერიკელ პროევროპელ დიბატონელ პარტნიორებს როდესაც ამერიკაში მიხვდებიან რომ მათთვისაც მნიშვნელოვანი ამ კონტექსტის შეცვლა და ომის მშვიდობისკენ წაყვანა შემდეგ კონტექსტი შეიცვლება და არა იმიტომ რომ ვიღაცა პროქართული იქნება ასე ვთქვათ და ჩვენზე ამოუვა მზედა მთვარე არამედ იმიტომ რომ აღარ იქნება ის მოლოდინები ის მოთხოვნები რომელიც მანამდე იყო და იყო ამაზე საუბარი ხა რა ვქნათ ხელახლა დავიწყოთ საუბარი დახურულ კარს მიიღა კაბინეტებში ვიდას გთხოვდა თუ უნდათ კიდევ ერთხელ დავიწყოთ წინასაარჩევნო საუბრია ამაზე მე მაინტერესებს რომ მომავალში როგორ ხედავთ და ეხლა პრეტენზიული ტონით რა კაცი რომ დაგვადგა აქ რა ქვია კომიტეტების თავმჯდომარეები და გაბედეს ის რომ სხვა ქვეყანაში მიტინგზე გამოდიან აი ამ 8 ადამიანს რა ევროპაზე უნდა ველაპარაკოთ ეს ხო ის ევროპა არ არის რომელიც ჩვენ გვინდა ასეთ ევროპაში გვინდა ასეთში ვიყავით საბჭოთა კავშირში როდესაც რევიზორები ჩამოგდიოდნენ და სხვათა შორის ის რევიზორები იმდეს ვერ ბედავდნენ ზოგჯერ რასაც ეხლა ცდილობენ რომ გაგვიბედონ ზოგიერთმა ლიეტუველმა თუ ესტონელმა პოლიტიკოსმა აი ამაზე ისე ვერც კი ბედავდნენ და ეგ კიდე ცალკე მოვლენა არის რატომ არიან მაინც და მაინც ეს პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები ასეთი აგრესიულები ქართული ხალხის მიმართ. არ ვიცი მე რა დაუშავეთ ქართველებმა საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს და ეს პოლიტიკოსები არ არიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები. ქალბატონი რასა პერესტროიკის დროს დაიწყო გორბაჩოვის თანაგუნდელი იყო ლამის ეს ქალბატონი. და ეხლა მოდის და ჩვენ გვასწავლის ჭკუას რა არის ევროპა. ადამიანი როდესაც აი ასეთ რიტორიკიდან მოდის რაზე თუნდაც ისინი გახსოვთ ხო ევროკავშირის ელჩს არაერთხელ უთქვამს და ბევრ დასავლელ პარტნიორს რა ის ანტიდასავლური რიტორიკა აქვთ აქმული თქვენი ასეთი კრიტიკა. აი ამ წუთასაც ვთქვათ აკრიტიკებდით ევროპელ პოლიტიკოს, ხო? როგორ ფიქრობთ, აი ასეთი განცხადებებით, ასეთი ტიპის მიმართვებით, კრიტიკით თუნდაც, მე იმას არ ვამბობ, კრიტიკა არ შეიძლება არავისი რაზე ალაპარაკი, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებებს როგორ ისმენენ დასავლელი პარტნიორები, ბატონო შალვა, ეს შეუწყობს თუ არა ხელს ამ გადატვირთვას. და მე მინდა პარლამენტზეც გადავიდე, იმიტომ რომ ევროპაც ამ ერთპარტიულ პარლამენტზეც ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული სვლა. აი ამ მიმდინარე პროცესებში როგორ შეიძლება, რომ ეს ურთიერთობები ასე ვთქვათ, რაღაც ცივილური მასში მაინც დაბრუნდეს ჩარჩოებში. ხა ასეთ სიტუაციებზე ქართულებს გვაქვს გამონათქვამი კარგი რომ ჩვენ დავიწყეთ. ასე რომ ასე არ არის. თქვენც ახლაც ახსენეთ ანტიდემოკრატიული ოლიგარქია, პრორუსული. არა, ამას რომ ამბობენ ისინი, ეს არ არის ანტიქართული. ჩვენ აქ რაღაც პრორუსულობას, ოლიგარქიას, რაღაცებს გვაბრალებენ. ეს არ არის ანტიქართული და ხო არიან ისინი ანტიქართველები მაშინ. თუკი აქ ანტიდასავლურობაზე საუბრობენ. ასე არ შეიძლება. ჩვენ ვიღაცას ნაკლები არ ვართ. აი ეს არის თავი პრობლემა ესაა. ჩვენ აღმოვაჩინეთ უცებ, რომ ევროინტეგრაცია ზოგიერთისთვის განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში დანახულია, რომ ისინი არიან დიდი ძმები,
და უნდა ჩამოვიდნენ ჩვენ აქ პატარა ძმებს, უნდა ჩქვა გვასწავლონ. აი ამ განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, აი ლიეტუველი და ესტონელი პოლიტიკოსებს რომ ხედავთ, რომლებიც საქართველოს სურვილი იყო, ევროკავშირის წევრი გამხდარი იყო. თქვენ რომ ქოლგაზე საუბრობდით, მე მესმის თქვენ ნატოს ბოდიში შეგაწყვეტინეთ, მაგრამ იმავე თემაზე კითხავთ და მოგისმენთ, გასაგებია რომ არ არის ნატოს წევრი, არ არის ევროკავშირის წევრი, არანაირი ქოლგა არ იცავს, თუმცა ეს ქვეყანა ხო ამ დიდ ქვეყნებთან სწორედ ამიტომ ცდილობდა ხო რაღაც გაერთიანებაში ყოფნას, ევროპის ნაწილად დარჩენას, რომ აი ეს რაღაც გარკვეული დაცულობაც ქონოდა და ნუ თან რა თქმა უნდა ამ ოჯახის წევრი ყოფილიყო. ეს ხო ჩვენი სურვილიც იყო, ნუ ისინი ხო არ გვეხვეწებოდნენ. კი, ჩვენი სურვილი არის, მაგრამ ჩვენ დაცულები საბჭოთა კავშირიც ვიყავით და ჩვენ საზღვრები არ ირღვეოდა საბჭოთა კავშირში. ახლა დაცულობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩამოგვივიდეს შემდეგ აქ ესტონელი თუ ლიეტუველი პოლიტიკოსები და დიდი ძმის ტონით გვეცაუბრონ. კიდე ერთხელ ეს ცალკე საკითხია კიდე და როგორც ჩანს იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, რომ ეხლა ცდილობენ ეს მოსკოვის როლი შეგვისუნონ. აი ზუსტად იგივე რიტორიკა, ზუსტად იგივე რა გითხრათ სტილი აქვს ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოს აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით ჩვენთან დამოკიდებულებაში. ხო, ზუსტად ეს აგროვდნენ ეკლესიებს, სარწმუნოებას გვართმევდნენ, რა აღარ ხდებოდა, ხო? ხო, მე მგონი ერთმა პოლიტიკოსმა აქ ბრიფინგის დროს მოგვახსენა, რომ თქვენ რა გინდათო, ეკლესიით გინდათო, თავი გაიტანოთ, გახსოვთ მიხაილ როტის განცხადებები. აქ რა თქმა უნდა, პარალელი ხარ, რა გითხათ ახლა გამონათქვამი გერმანელებს აქვს ხალხ შორის გამონათქვამი, რომ ვაშს და ფსხალს ერთმანეთს ვერ შეადარებენ. რა თქმა უნდა, ის სხვა ხილია, მაგრამ რაღაც ნიშნებით შეიძლება ყოველთვის შედარება, ხომ? რა თქმა უნდა, არნიშნავს ტოლობას, მაგრამ მე საჩვენებს უბრალოდ დამოკიდებულებას, ხომ? აი ეს აგდებული ტონალობა, აქ წარმოგიდგენია თუ რა, აი რას კადრულობენ, ჩამოდიან და მიტინგს აწყობენ. აი აქ რაიმე აქ ხო წერტილი ესმევა ევროპას როგორც ასეთს, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ და მის შიდა საქმეებში ერევი. რუსეთს ამას არ ედავებიან, სხვა ქვეყნების საქმეებში არ ხო ამას ედავებიან. და თუ ამას ედავებიან, თვითონ ხო უნდა ფრთხილი იყვნენ, რომ ასეთივე აღქმები არ შეგვიძლია რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ანუ განსხვავება ხო არის თქო ის ჯარებით არის შემოსული. ხო და უყურეთ, ხო არის სამხედრო ინტერვენცია და არის პოლიტიკური ინტერვენცია და როდესაც პოლიტიკური ინტერვენცია და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევი, საარჩევნო კამპანიაში ერევი, ეხლა ამას რა უნდა დავარქოთ, კაცო? ის კი არ არის, ეხლა ყველაფერი მარტო ტანკით და რაკეტებით ხო არ წყდება, არის ასევე პოლიტიკური ინტერვენცია. კიდევ ერთხელ ეს მათ შორის ეს ისა რომ თითქოს ახლა შედარებების გაკეთება კიდევ ერთხელ ამას ვამბობ, რომ ზოგიერთს უნდა რომ ითამაშოს დიდი ძმის როლი საქართველოს მიერ და ჩვენ როდესაც ასოცირებს ხელშეკრულებას ხელს ვაწერ, ამისთვის ხელი არ მოგვიწერია, რომ აქ დიდი ძმა გვეთამაშოს ვიღაცამ, რევიზორების როლი კონდეთ და ვისაც არ ახსოვს საბჭოთა წარსული, იმათ კიდე შევახსენებ ისტორიის წიგნებში წაიკითხოთ, მეორე მდივანი რას ნიშნავდა რესპუბლიკებში, მოსკოვიდან დანიშნული პირი, მეორე მდივანი, რომელიც ყველაფერს გიკონტროლებდა. ასე ყოველჯერ პარლამენტში თუ მოგვადგნენ, ეს კანონი ასე მიიღე, ის კანონი ისე მიიღე, აქ ეს ისინი თვითონ რომ ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ხო, მათი განცხადებები ამას ეხებოდა და ისინი გოგნებოდნენ, რომ თუ ამ ოჯახის წევრობა გინდა, ვთქვათ ეს ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ანუ მათი მიდგომა ასეთი იყო, გინდა ოჯახის წევრობა მიიღე ოჯახის არც ჩვენ ვართ სხვა პლანეტიდან, ჩვენც ევროპაში ვართ და ჩვენც ევროპული ღირებულებებით მოქმედებთ. აბა რა გონი ჩვენ რომელი ღირებულებით მოქმედებთ? რამე სხვა ღირებულება გვაქვს? ხო, მაგრამ მათი განცხადებები ყო ასეთი, ხო, ვაშორებს ევროპას, ევროპულ საქმე იმაშია, რომ იოლი გამოსვლა უნდა. ევროპული ღირებულების ეცინა უნდა წერტილი. რომელ ღირებულებას რო ვეკითხებით? რომელი ღირებულება არის, რომ კაცს უნდა ქალი დაარქვა და ქალს უნდა კაცი? აი რომელი ღირებულება, რომელი მუხლის, რომელი ღირებულება არის ეს? ხო ხედავთ ეხლა მათ შორის ტენდენციებს რა ხდება, რომ ყველა ამ ცრუ ნარატივებით მართლაც და ასე ვთქვათ მივიდა ზღვარზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში რა ხდება, ხო ხედავთ სენატში, კონგრესში დააინიციეს კანონები, რომ მორჩა ქალი, კაცი. დეფინიციასაც ვკითხულობდით, სხვა ჩვენს ჩვენი დეფინიცია ჯობია, მათ დეფინიციას უფრო ცხადი არის. ასე რომ ამასაც ხო ხედავთ, რომ რაღაც აბსურდამდე მიდის ეს მუდმივი აპელირება ღირებულებებზე, რომლის უკანაც არის სიცარიელი. არანაირი ღირებულება, როგორ არის ევროპული ღირებულება ის, რომ მე შენ ქვეყანაში ჩამოვიდე, ფული ვხარჯო შენს პოლიტიკაში და არ გითხრა, დაგიმალო. ეს არის ევროპა. ამას ვაკეთებს დღეს ევროკავშირის ფონდი, EED, თუ რა ვიცი, სხვა ფონდები, მათ შორის სხვა ქვეყნების ჩამოდიან, გვიფინანსებენ აქ მოლოტოვის კოქტეილის კამპანიებს, გვიფინანსებენ აქ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს. 20 ოქტომბერი, ხო გახსოვთ აქ რომ მოეწყო წინასაარჩევნო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე.
ჩვენი 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში, როდესაც კი ჩატარებულა წინასაარჩევნო კამპანიები, არჩევნები იყო, პარტიები არჩევნების წინა დღეებში აწყობდნენ ბოლო ყრილობას, აქციას, ასე ვთქვათ, ყოველთვის. ხო, ქართველებსაც ბოლო შეკრება წინასაარჩევნო. ხო, 23-ში ჰქონდა. ოპოზიციას წელს ჰქონდა? ხო არ ჰქონდა. ვინ შეიკრიბა 20 ოქტომბერს? NGO-ების აქცია ოპოზიციასთან ერთად. ვისი დაფინანსებული იყო? ევროკავშირის და უცხოური ფონდების მიერ. პირდაპირ წინასაარჩევნო აქცია ჩაატარეს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეხლა ამას რო ვაკეთებ და მე ღირებულება, ამაზე რო ვეპასუხებით, ეს არ არის ღირებულება, მე ვაიმე ეს ანტიევროპული განცხადება, ეს ანტიდასავლური განცხადება. ბოდიში მოგვითხოვია რა, ესე ჩვენს, ასე ვთქვათ, ქართული ხალხის გაჩუმებას ნურავინ შეეცდება. ეს არის ჩვეულებრივი ცენზურა. კრიტიკის ცენზურა. სხვა რამე კი არ არის. როდესაც გეუბნებიანო, შენ როგორც კი დაიწყებ ჩემს კრიტიკას, აი ჩემ ფულის გამჭვირვალობას ეხები, ეს ანტიევროპულია, ამიტომ გაგაჩუმებ, დაგაცენზორებ და რაღაცნაირად ასე ვთქვათ, დაგაშანტაჟებ, რომ ამაზე არის საუბარი. ამიტომ ყველაფერზე ვისაუბრებთ აბსოლუტურად. და კიდევ ერთხელ, კითხვები ჩვენ გვაქვს. ევროკავშირთან მათ შორის ევროპასთან დაკავშირება ურთიერთობა ინტერესდება მინდა დავასრულო. მაგრამ რა ვქნათ ახლა ჩვენ საფეხს თქომა არ გვიდა და ხო ეს ხო თქვა. არა ისე ბაბა როგორ ხედავთ? პრობლემა რა შეეცი ზოგიერთმა მათ შორის ევროპაში ვერ გააცნობიერა აქ რა მოხდა 26 ოქტომბერს. ქართული ხალხი გამოვიდა და ზუსტად აი ამ პოლიტიკას ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი უთხრა უარი და უთხრა რომ არა ჩვენ არჩევანი ხო ეს დააყენა ოპოზიცია ამბობდა ცალფეხზე დგომა რასაც გეტყვის უცხოეთ ის უნდა გავაკეთოთ ოღონდ აი ეხლა გაგვიხსნა მოლაპარაკება და ოღონდ ეს და ცალფეხზეც უნდა დავდგეთ ერთი კვირა თუ გეტყვიან ცნობილი განცხადება რომლითაც შევიდა ეს ადამიანი ისტორიაში და ეს ყარი მათი მთავარი სლოგანი და მოტო ოღონდ რაღაცა მოხდეს წინსვლა ცალფეხზეც უნდა ვიდგეთ ქართველი ხალხი გამოვიდა და თქვა რომ მე არ მიღებს ცალფეხზე დგომა ამისთვის თუ კი მე დავზიანდები თუ კი ჩემი ეკონომიკა დაზიანდება თუ კი ჩემი უსაფრთხოება დაზიანდება ბოლო ევროკავშირში ჩვენ ხო ეკონომიკური განვითარებისთვის გვინდა და სანქციებით ეკონომიკურად განვითარდებით ხომ დავთვალეთ რომ გვექნებოდა 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა ჩვენ ჩვენ დაგვეჯერებინა ევროკავშირისთვის ევროპისთვის დაგვეჯერებინა 2 წელს უკან ჩვენ დღეს ვიქნებოდი გაღატაკებული ქვეყანა ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია და ამას ვეუბნებით როდესაც გვესაუბრებიან თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით ვეუბნებით რომ კი მაგრამ ხა თავი ხო უნდა დავიღუპოთ იმის გამო რომ თქვენ უცებ გადაწყვიტეთ რომ მოდი Nord Stream აღარ გვინდა ხა ვაჭრობა რუსეთ თქვენ რაღაც უცებ გადაწყვიტეთ მანამდე ძალიან კარგადაც ქონდათ ვაჭრობა რუსეთთანაც ყველაფერში ლაგდებოდით ერთი სანქცია ერთი რაღაცა სამადლო სანქცია არ დაუწესებია ევროკავშირის რუსეთისთვის ჩვენი ომის გამო 2008 წლის გამო ერთი სანქცია არ დაუწესებია და ამის შემდეგ ახლა გამოფხიზნენ და მიდით აბა ქართველები ხა თქვენს დაეტაკეთ და დაინგრიეთ ქვეყანა და ასე არ არის ამაზე გამოვიდა 26 ოქტომბერს ხალხი ამიტომ დადგა ქუძე კაცი ამიტომ იყო ის რიგები და ზუსტად ამაზე მინდა გადაშავა რომლებიც მოხდა თქვენ თქვით რომ 26-ში ქუძე კაცი გამოვიდა ამას უთხრა ორი ნუ რისიც არ ჯერა ოპოზიციას იმიტომ რომ ამ თემაზე მინდა გადავიდე ისინი თვლიან რომ ეს ასე არ იყო რომ ხალხის უმეტესობა მათ მისცახმა დღემდე მოკლედ აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ რომ გაყავდა და გადავდივარ ეს მანდატებზე მინდა გკითხოთ, ანუ დღეს უკვე კოალიცია მახლების, ანუ მელია გვარამიას კოალიციას გულისხმობ, შემოიტანეს მანდატების კოალიცია ცვლილებებისთვის, შემოიტანეს მანდატების გაუქმებაზე განაცხადი, აი სულ რამდენიმე წუთის წინ პროდიუსერმა ჩამიგდო, რომ ძლიერი საქართველო პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს, ეს უკვე ძლიერმა საქართველომ გავრცელა და ძლიერი საქართველოს ლიდერები ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე ინფორმაციას ვაცნობ მაყურებელს, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს მანდატების დათმობის შესახებ. ანუ ეს უკვე ცნობილია, აპირებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც როგორც ვიცით და ნუ ჯერჯერობით თავს იკავებს გახარიას გუნდი. რას იზამს პარლამენტი და რას იზამთ თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე დაუკმაყოფილებს ოპოზიციას ამ მოთხოვნას? წარმოადგენენ ჯერ კიდევ მესამე დღე ხო, აი წარადგენეს, ხვალ წარადგენს უკვე. ბატონო, ჯერჯერობით წარმოადგენენ მხოლოდ ერთ გაერთიანებას, იცით დღეს იყვნენ მოსული ახლები და ინდივიდუალურად ბატონმა გიორგი ვაშაძემ ყველას დაასწრო, როგორც ყველაზე
გმირულად მებრძოლმა ადამიანმა და მოგმართა პირველმა და აქაც პიროვნებას სურდა როგორც ისე სურს პიროვნება, აქაც ეთქვა პიროვნება უნდა და მოკლედ ნახოთ წარმოადგინოთ ჯერ უფრო სკოლისა რაც შემდეგ მოხდება ამას ყველა დაინახავს. არა, ნახოთ ესე ვერ დავტოვებ. ამას ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს. შესაძლებელია ეს მაინც მითხარით რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს გაწყვეტილება და არ დაუკმაყოფილოს ესეთი განცხადება. ჩვენ ქართული საზოგადოება ნახავს რა არის. ჩვენ დავპირდით ჩვენ საზოგადოებას რომ ამ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას დავასრულებთ. ამის ფორმას ჩვენ მოუნახავთ თუ როგორ მოხდეს ამის დასრულება. საქმე იმაშია რომ მათ ორივე არჩევანი რომელიც ანუ შეიძლება არ შეუწყვიტოთ მანდატები? მე მინდა რომ მათ დაწერონ განცხადებები და არ იყოს დამოკიდებული იმაზე ჩვენ რას გვიყურებენ რომ ისი იმედი აქვთ ან არ აქვთ შეუწყვეთ არ შეუწყვეთ დაწერონ გათხოვთ ქვეს ხო? მათხოვთ ქვეს. ჩვენ რაც ქვეს ის გააკეთა. ანუ რაღაც გეგმა აქვს საქართველოს როგორც ხდება. ჩვენ რო გეგმა გვაქვს იმიტომაც არის რომ ქართული ხალხი მოყვება ჩვენ იმიტომაც რომ ვივართ და ისინი რომ უცხოელების გეგმებზე არიან დამოკიდებული იმიტომაც არიან რომ ბოლოს კედელს ურთავენ თავს. აი ეს არის მათი განაჩენი საბოლოო ჯამში ყველას ვინც დადგება ღალატის გზაზე ყველას 800,000 ლამდე აიღეს მათაც ყავთ ხო თავის მხარდამჭერები რომლებმაც ისეს მათხმან ისინი თვლიან რომ გაცილებით მეტმა რა ჩვენ გვაჯანჯღარეს რა ჩვენ უცხოეთიდან კიდევ ერთხელ ყოველ დღე იყო 4-5 განცხადება სხვადასხვა აქტორის რომელიც გვეუბნებოდა დაიღუპებით ქართველებო ეს მოხდება ის მოხდება არ გაბედოთ ქართული ოცნების არჩევა რაც ჩვენ რა ვიცი რამდენი რა ძალასაც მე ვთქვი მათ შორის საფრთხე გამოსვლა ეს იყო დავითის და გოლიათის შერკინება ბიბლიური შერკინება როდესაც ჩვენ შევეძახეთ იმხელა ძალას რომელსაც ჩვენ ეხა ერთი ბრძოლა მოუგეთ ომი არ არის დასრულებული ეს არავის არ ეგონოს რომ ამით დასრულდა ეს ყველაფერი ჩვენი გეოპოლიტიკით ჩვენი მდებარეობი და იმ ინტერესებით რომელიც ჩვენ ქვეყნის მიმართ არის ეს ომი შეიძლება დაუსრულებელი ომიც კი არის ამიტომ არის რომ ჩვენ 3000 წელი ასე მოვდივართ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ ყოველთვის ეს ერთი ეტაპი იყო რომელიც ჩვენ იმიტომ გავიარეთ წარმატებით რომ ქართველი ხალხი გვენდო ჩვენ ყოველ ნაბიჯს ენდო და ჩვენ ყველა ნაბიჯს გადადგმოს დაასვა ბეჭედი და აქაც კიდევ ერთხელ ვეთქვი ყველა იმ ევროპელს რომელიც დღეს გამოდის და კიდე გვეუბნება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით და ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით. იცით რატომ არიან შეშფოთებულები თუ რატომ არ მოსწონთ ეს შედეგი? რა აღმოჩნდა იცით? რომ გამოდიოდა ზოგიერთი ელჩი, ზოგიერთი პოლიტიკოსი უცხოელი თუ ასე შემდეგ დიპლომატი და გვეუბნებოდა რომ ქართველი ხალხს არ უნდა ეს კანონიო. როგორ ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებოდა ადამიანი რომელიც ზოგი საქართველოში ნამყოფი არ იყო. ან საქართველოში ერთი კვირის ჩამოსული იყო, არ ვიცი მე. ქართველი სახელით გველაპარაკებოდა, აი ყველა ამას ქართველ ხალხმა მარჩევნების შედეგი იყო პასუხი ამაზე, რომ კანონს უჭერდა. აბა რეფერენდუმი რას ნიშნავს? ქართველ ხალხმა თქვა, რომ ის დგას ამ კანონის უკან, გამჭვირვალობის კანონის უკან. ქართველ ხალხს უნდა იცოდეს, რაში ხარჯავს გერმანია, საფრანგეთი თუ ევროკავშირი ფულს. ეს უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა თქვა ეს. ეხლა ამ ქართულ ხალხს ელაპარაკონ, აბა და ქართულ ხალხმა თქვა რომ ოჯახური ღირებულებების კანონი არის მის ინტერესში. აი ეს არის ეს პრივილეგია, ეს რა გითხრათ, ეს 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, გარკვეულწილად რაღაცნაირად მიითვისეს ეს ქართველი ხალხის, ესე ვთქვათ, სახელით საუბრის უფლება. რომ აი ჩვენ გეუბნებით რომ ხალხს 80%-ს უნდა რაღაცა და თქვენ ეწინააღმდეგე საქართველოს ხელისუფლება მიიღები ქართული ხალხის ნებას. აი ეს გველაპარაკებოდნენ აბსოლუტურად უტიფრად, ხო? და ახლა აღმოჩნდა რომ ეს პრივილეგია დაკარგეს. ეს უფლება დაკარგეს ყველანაირად. ქართულმა ხალხმა ჩამოვართო პირდაპირ ნებისმიერი უფლება რომ ილაპარაკონ მისი სახელით და უთხრა რომ შენ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი თუ გინდა რომ მელაპარაკო მე მყავს აი ეს ხელისუფლება ელაპარაკე ამას. გასაგებია და ბოლო კითხვა უნდა დავსვა ჩვენ დრო იწურება ბატონ შალვა ანუ მინდა რომ შევაჯამო მივიღებთ თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ თუ არა ხშირად როდესაც საუბრობს ოპოზიციამ იზოლაციაზე ანუ თუ კი დასავლეთთან ასეთი ურთიერთობით დავრჩით თუ კი რუსეთზე აღარ ვლაპარაკობ ის ოკუპანტია ჩინეთი ყავს ახალი სტრატეგიული პარტნიორი მაგრამ იქაც ჯერ აი რაღაც მოკლედ რა ვითარებაში რჩება საქართველო იქნება თუ არა მოექცევა თუ არა ის გარკვეულ იზოლაციაში თუ ამისგან რაღაც დაზღვევის გზები აქვს ხელისუფლებას აი ეს იქნება ჩემი ბოლო კითხვა ჩვენ რა თქმა გვაქვს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი. ის რამდენ პარტიული იქნება, ეს არ განსაზღვრავს მის დემოკრატიულობას. მის დემოკრატიულობას განსაზღვრავს ოპონირების ოპოზიციის გარეშე. ეს მათი არჩევანი რა ვქნათ? როგორ წარმოგიდგენიათ ნებისმიერ საკითხზე მუშაობა ოპონირების გარეშე? ეს მათი არჩევანი არის. ჩვენ გავედით არჩევნებში, ჩვენი საარჩევნო პროგრამით
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ ეს პროგრამა უნდა განხორციელდეს. ჩვენ დავიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ეს აკრიტიკოს პარლამენტის შიგნიდან, მათ აქვს მანდატები, შეუძლიათ აკრიტიკოს. თუ მათი გადაწყვეტილება რომ არ აკრიტიკონეს პარლამენტის შიგნიდან და არ იყვნენ პარლამენტში, რა ვქნათ, ხო არ დავაძალებთ. ამ ლოგიკას თუ მიყვებით, კიდევ ერთხელ ნებისმიერ არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ ოპოზიცია ეტყვის, რომ მე მაშინ ესე არ გეთამაშები, მე თუ არ მაქვს ხელისუფლება, არ გეთამაშები, აყირაოს მაგიდა და გავიდეს და მაშინ დაუსრულებელი არჩევნები უნდა იყოს მანამ, სადაც ისინი არ მოიგებენ, ანუ სხვანაირად არ გამოდის მაშინ. და ეს არის დემოკრატიის სრულყოფა. რა შეეხება იზოლაციას, რაზეც ოპოზიცია საუბრობს. რა იზოლაციაზე საუბარი. ხო, ნუ ქვეყანა მიდის იზოლაციისკენ, ამბობს თქვენი ოპონენტები და ამიტომ და თქვენი პასუხი. ნუ, ამ იზოლაციისკენ მივდიოდით, მათი თქმით მივდივართ 12 წელია და ამასობაში ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობები მივიღეთ ბერთან ბერ, ვიზა. მაგრამ ეხლა გონებია რომ შეჩერებული, ანუ ეს გაგრძელდება, ანუ მოლაპარაკებებიც გაიხსნება და ევროკავშირის წევრი გახდება ეს ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში. უყურეთ 2030 წელს ჩვენ თქვით კიდევაც და თქვათ ეს თარიღი ქართულმა ოცნებამ დიდი ხნით ადრე თქვა, ვიდრე ევროკავშირი ამ თარიღს როგორც რაღაც გარკვეულ ზღვარს იტყოდა ევროპულ კონტექსტში. 2030 ყველას ახსოვს, როდის ითქვა ჯერ კიდე 2011-12 წელს, ხომ? 2030 წელს იმიტომ რომ საქართველოს ეს გრძელვადიანი გეგმა აქვს, საქართველოს იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიღაც ეტაპზე ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა, ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს. ეხლა რა ვქნათ თუ კი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილებას იმედი როგორ უნდა ქონდეს ადამიანი აქ მიტინგებზე დადეს. რა ვქნათ? ამას ხო ვერაფერს ჩვენ ვერ უშველეთ საერთო ჯამში, ხომ? ამიტომ ჩვენ ერთ-ერთი გამოსავალი ჩვენ განვითარება გქონდეს, ჩვენ გავუსწროთ ევროკავშირის ევროკომუნიკაციის განვითარების ტემპებით, ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს ამ ტემპებით, ინსტიტუციური განვითარებით ვუსწრებთ. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ განვითარდეთ. და ჩვენ როცა განვითარდებით ეკონომიკურად, ინსტიტუციურად ვიქნებით 2030 წელს იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება იქით შეგვეხოცოს კიდევ ვიღაცამ შევიდეთ ამ თუ გაერთიანებაში და რაღაც შევიზღუდოთ კიდე ჩვენი თავი. იმიტომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, ჩვენ იცით ამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა დადებული თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, DST-ს წევრ ქვეყნებთან, ეს ყველაფერს გაუქმება მოგვიწევს. უვიზო მიმოსვლა იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს გაუქმება? აღარ გვექნება. აქ რო ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია, მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმება. ევროკავშირის წევრობით რატომ მოგვიწევს უვიზო რეჟიმის გაუქმება? იმიტომ რომ იქნება შენგენის სივრცის ნაწილი და იქ საქართველოში შემოსვლა ნიშნავს რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და იქ ვისთანაც არ აქვს ევროკავშირის უვიზო მიმოსვლა, იქ საქართველოში იმას ვერ შემოუშვებთ ჩვენ ბევრი საკითხი განვითარებულ ქვეყანასთან აქვს თითქმის. ხო, ესე რომ მიუყვებით თქვენ, აბა შეხედეთ ღვინის სექტორს რა მოუვა იმ შემთხვევაში, ჩვენ დღეს რო გავწევრიანდი, ჩათვალეთ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა. ანუ თქვენ თვლით რომ დღეს საქართველოს არც არის გაწევრიანებისთვის მზად და არ უნდა გაწევრიანდეს ამას. ეს ყველაზე კარგი, უყურეთ, ერთი მხრივ თავად ევროკავშირმა იცის კარგად, როდის არის ქვეყანა მზად გაწევრიანებისკენ. ხო, არა, თქვენი შეფასება ყველაზე დიდი არაკეთილს ინდისერება არის ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის თუ დიპლომატის განცხადება, რომ აი ჩვენი კარი ღია არის და მობრძანდით. ეხლა ასეთი დამოკიდებულებას ქართულ ხალხი ძალიან ადვილად განჭვეტა შეუძლია, რომ კარი ღიაა და ოღონდ ფეხი ასეთ კარგაღებულ ნატოსთან მდგავართ უკვე რამდენი წელია, ხომ? ერთი და მეორე ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ იმ მომენტში გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რომელიცაც ჩვენ მოვიგებთ და არა წავაგებთ და არა რაღაც ზიანს მივაყენებთ ჩვენთას. კიდევ ერთხელ დღეს ჩვენ რო გავხდეთ იმ რეგულაციებით, რომელიც ერთბაშად უნდა შემოვიდეს, ჩვენ ეკონომიკას დავანგრევთ. ხა ეს ყველამ კარგად იცის ძალიან, ვინც ამ საკითხში ერკვევა. ამიტომ არის საუბარი, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენ ვითარდებით, მივდივართ წინ. ეკონომიკურად ვართ პირველი ქვეყანა, ვერ გვასწრებს ერთ-ერთი კანდიდატი და ერთ-ერთი ევროკავშირის ქვეყანა ჩვენ ეკონომიკური დისტემპით 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ყველაზე წინ და გარწმუნებთ რომ მე შეიძლება იქით შეგვეხოცონ ევროკავშირის წევრობა. მადლობა ბატონო შალვა რომ პასუხობდით ღამის კურიერის კითხვებს. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.